10 წლის ასაკში ჩემი სკოლის დამრიგებელმა კლასს მოგცა ესეთი დავალება, რომ აი ეს წარწერა სიგარეტის კოლოფს მოწევა კლავს და ასე შემდეგ. Რაღაც გაფრთხილებები რომ წერია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იყო ახალი შემუშავებული და მოგცა დავალება, რომ ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა თუ რატო გადაწყვიტა სახელმწიფომ აი ასეთი კანონის შემუშავება. მოკლედ დავიწყეთ დაწერა და შემდეგ ეს ჩვენი ნაწერი უნდა აგვეხსნა ხმამაღლა. მოკლედ ჩემი დრო რომ მოვიდა, დავაფიქსირე ესეთი აზრი, რომ სახელმწიფო ამ წარწერებით ჩვენ გვაფრთხილებს, რომ ასეთი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს სიგარეტმა. ხოლო შემდეგ უკვე ადამიანების გადასაწყვეტი არის ამ გაფრთხილების მიუხედავად ისინი კვლავ გააგრძელებენ მოწევას თუ არა. აი ესეთი აზრი დავაფიქსირე. რის შემდეგაც აი ამ სკოლის დამრიგებელმა უბრალოდ დამცინა. ცინიკური მზერით ჩემს თანაკლასელებს ანიშნა ის თუ რას სულელური აზრი გამოთქვი ამ საკითხთან დაკავშირებით. ხო და ისტორია მთავრდება იმით, რომ იმ კლასში და მით უმეტეს იმ მასწავლებლის გაკვეთილზე მე იმის მერე არანაირი აზრი არ გამომითქვამს, იმის მერე მსგავსი ქმედების ცდელობა არც კი მქონია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა დღემდე აქტუალური არის, იმის გამო, რომ სისტემა დიდად არ შეცვლილა სკოლებში და ის მასწავლებლები კიდევ აგრძელებენ საქმიანობას, ვინც თუნდაც მეოთხე კლასში მე მასწავლობდა, ხო? დღემდე მასწავლებლებად რჩებიან და აგრძელებენ მოზარდების სულიერ განადგურებას, ესე ვიტყვი. რამდენად ცუდი რაღაცა არის, როდესაც არაკომპეტენტური ადამიანი 20 და 30 ბავშვის წინ დგას და რაღაც სისულელეებს აკეთებს იმის მაგივრად, რომ აი ეს ბავშვები შთააგონოს და ასწავლოს ის ყველაფერი, რაც თუნდაც იმ წიგნებში წერია. იმის მაგივრად, რომ ბიოლოგიის მასწავლებელმა ისე საინტერესოდ დაგანახოს თუნდაც ადამიანის ტვინის სტრუქტურა, ტვინის ევოლუცია, რომელიც ძალიან საინტერესოა რეალურად, ხო? როგორ განვითარდა, რა მექანიზმები აქვს ტვინს, როგორ მუშაობს, როგორ ვფიქრობთ, როგორ ვაზროვნებთ, ეს ხო ტვინის ნაწილია და აი ეს ყველაფერი ინფორმაცია ისეთი მახინჯი ფორმით გვაქვს მოწოდებული ჩვენ ბავშვობაში, რომ 90% უბრალოდ არ აინტერესებს. წარმოიდგინე, რამდენი წელი აქვს ბევრ ადამიანს დაკარგული იმის გამო, რომ ბიოლოგიის სწავლების საწყისი ეტაპები არასწორად მიაწოდეს აი ამ არაკვალიფიციურმა მასწავლებლებმა და ამის გამო უბრალოდ ესე მარტივად შეძულდა ადამიანს, ხო? აი ეს ნაშრომები, რომელიც ძალიან ღირებული არის რეალურად, მაგრამ მე რომ ვეფხისტყაოსანს მასწავლიდნენ, ადამიანი, რომელიც არანაირად არ იყო მოტივირებული და ერთი სული ჰქონდა, რომ როდის დასრულდებოდა გაკვეთილი, რომ მალე წასულიყო სახლში, აი ამის გამო ბევრი ადამიანი დღემდე არიდებს თავს. აი თუნდაც კონკრეტულად ვეფხისტყაოსანზე მაქვს საუბარი, ხო? აი ბავშვები არიან როგორი ტიპები. ყველაფერი აინტერესებთ, ყველაფრის შეთვისება შეუძლიათ. მით უმეტეს იმ ასაკებში, როდესაც იწყებენ სკოლას, 7, 8, 9 წელი, ხო? ეს არის იდეალური წლები ადამიანისთვის, რომ ნებისმიერი რაღაც შეითვისოს. მაგრამ როცა ეს არასწორი ფორმით ხდება, ინფორმაციის არასწორი ფორმით მიწოდება, როცა ხდება ბავშვისთვის, იმან თუ დაასკვნა, რომ ეს კონკრეტული საკითხი მისთვის არ არის საინტერესო, აი სწორედ ამ ინფორმაციას შეითვისებს და მთელი ცხოვრება მერე ექნება განცდა, რომ ეს თემა არ არის მისთვის საინტერესო. აი ეგ ჩაებეჭდება და ანუ რეალურად როგორ რაღაცას ვიღებთ. იმის მაგივრად, რომ ადამიანმა სკოლაში ისწავლოს, პირიქით ხდება რა. აი როგორი პარადოქსია, ხო? სკოლაში მიდის ადამიანი იმის გამო, რომ
შემეცნება, რაღაცის სწავლა, რაღაცის გაგება, ლიტერატურა, მათემატიკა, ბიოლოგია, რა ვიცი, რასაგნებიც არის ისტორია. იმის მაგივრად რომ ასწავლონ, პირიქით შეაძულეს. ჩემი აზრით 80% მოკლედ არის აი ესე რა, აი ესე დამახინჯებულად არასწორად მიწოდებული იმ ინფორმაციის გამო პირიქით არანაირი ინტერესი აღარ აქვს. ეს ყველაფერი ისეთი ყოველდღიურობაა, ხო? და ისეთი რუტინულია, აი, გახდა ბავშვი ამდენი წლის და წავიდა სკოლაში, всё. ანუ ამ ეს განხილვის საგანი არცაა, ხო? უმეტესობისთვის. და იმ საშინელ შედეგებს ვერც კი ვამჩნევთ ხშირად რა. რა შედეგებიც მოსდევს აი ამ არასწორი სისტემის მიერ ბავშვების აღზრდას. რეალურად არის პირიქით რა. ადამიანი მიდის იმისთვის, რომ ისწავლოს, მაგრამ ეს შენიღბულია. სინამდვილეში ეს კონვეიერი არის მოწყობილი ისე, რომ ადამიანი დააჩხუნდონ. ადამიანს შეაზიზღონ ყველანაირი სწავლა, ეს ერთი სურვილი, ხო? ყველა ის ადამიანი, ვინც სკოლაში ასწავლის და მასწავლებლის სტატუსი აქვს და ვინც აი ამ მოძველებული პრინციპებით ვითომ ასწავლის ბავშვებს, აი პირდაპირ არის დამნაშავე რა. ეს არის სერიოზული დანაშაული. აი ჩემი აზრით მკვლელობას უტოლდება ეგეთი რამე. იმიტომ რომ ჯგუფურად ახალგაზრდა ადამიანებს პიროვნულ უნარებს უკლავ. მოდი ერთ რამეს დავაკონკრეტებ, რომ აქ რა თქმა უნდა იმაზე არ არის საუბარი, რომ ყველა მასწავლებელს ეხება. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა, აი ეხა მე როგორ ადამიანზეც მაქვს საუბარი, როგორ ვითომ მასწავლებელზეც მაქვს საუბარი, სკოლაში უმეტესობა არის ესეთი ადამიანები, რომლებსაც არც განათლება არ აქვს შესაბამისი. არც ის უნარები არ აქვს, როგორც საჭირო არის, რომ ბავშვს ემუშაო და სწორად მიაწოდო ის მასალა, რაც უნდა ისწავლოს ამ ბავშვმა. და აი ეს ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული ჩემი აზრით. ეს განათლების და სკოლის მოწყობის სისტემა დაძველდა. მოკლედ, სკოლა საჭირო და აუცილებელი რამ არის ადამიანისთვის, იმისთვის რომ განათლება მიიღოს, მაგრამ საჭირო არის სწორი სისტემის ჩამოყალიბება რა. აი ჩემი აზრი არის ესეთი, რომ ბევრი რამე არის დაძველებული ამ განათლების სისტემაში და ბევრი რამე არის შესაძლებელი. და ეს უნდა მოხდეს სასწრაფოდ. ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. აი თუ კი უყურებს ისეთი ადამიანი, ვისაც ეხება მსგავსი საკითხები და ვისაც შეუძლია ამ ყველაფერში ჩარევა და გამოსწორება სიტუაციის შეძლების დაგვარად, რაც უფრო მალე დაიწყება ამაზე მუშაობა, მით უკეთესი იქნება რა. და აი შენ თუ ხარ მასწავლებელი და ასწავლი ბავშვებს, უბრალოდ ერთი რამე იცოდე, რომ მარტო იმ საგანის ცოდნა არ არის საჭირო, რასაც შენ ასწავლი. აი განათლებით ბიოლოგი ხარ, ხო? ბიოლოგიას ასწავლის სკოლაში, მაგრამ მარტო ეგ არაა საჭირო. ბავშვებთან ურთიერთობის სწავლაა საჭირო. მათი ფსიქოლოგიის შესწავლა არის საჭირო, რომ მე მიხვდე, რომ როგორ მიაწოდო სწორად ის ინფორმაცია, რაზეც სადოქტორო ხარისხი გაქვს დაცული. ეს ცოდნა მარტო ცოდნად რჩება და სხვას ვერ გაუზიარებ, თუ არ იცი როგორ მიაწოდო სწორად. აი ამ აზრის გაზიარება მინდოდა დღეს ჩემი მაყურებლისთვის და თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ გაინტერესებთ მსგავსი კონტენტი და მიხვდებოდით, რომ არხი ახალი ჩაშვებულია YouTube-ზე და ერთად ავკრიფოთ სიჩქარე შორი მოგზაურობისა.